გამარჯობა მეგობრებო, მინდა ჩემი თემა, წინა ვიდეოს თემა საწყის ფსიქოტიპზე გავაგრძელო. დაიბადა ბავშვი თავისი საწყისი ფსიქოტიპით, რომელიც არის მისი მემკვიდრეობა. და ამ ფსიქოტიპის განვითარება დამოკიდებულია დიდწილად იმაზე, თუ რა სახის ფსიქოტიპები არიან მისი მშობლები, ანუ მისი აღმზრდელი გარემო და ასევე სხვა ადამიანები, ძიძა თუ ოჯახის სხვა წევრები. ბავშვის საწყისი ფსიქოტიპი ნიშნავს გარკვეული არქეტიპების ნაზავს. მე პირადად ჩემს პრაქტიკაში მუშაობ 8 ქალის და 8 მამაკაცის არქეტიპით და ეს არის ჩემი ძირითადი წყარო არის ბოლენის ეს 2 წიგნი, რა უნდა იცოდეს, გააკეთოს მშობელმა, რათა ბავშვს დაეხმაროს მისი საწყისი ფსიქოტიპის განვითარებაში. და რატომ უნდა დაეხმაროს საწყისი ფსიქოტიპის განვითარებაში? ეს არის ბავშვის ინდივიდუალურობა, მისი ორიგინალურობა, რომლითაც ის დედამიწას მოევლინება და ამ ორიგინალურობას უნდა მოფრთხილება და ასევე განვითარების შანსის მიღება. სხვა შემთხვევაში დათრგუნული ეს ფსიქოტიპი იწვევს შემდგომ რიგ პრობლემებს და ეს პრობლემები არის სხვადასხვა დონეზე. ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ ის თავისი ცხოვრებით არ ცხოვრობს, აქვს შინაგანი უკმაყოფილების შეგრძნება, შეიძლება კარგი ნიშნები ჰქონდეს, სწავლა და სამსახურის საქმეც კარგად წავიდეს, მაგრამ ეს შინაგანი უკმაყოფილების შეგრძნება მას არ ტოვებს. სხეულებრივ დონეზე გამომჟღავდება ეს მუცლის ტკივილებში, თავის ტკივილებში, რომლებსაც ორგანული ახსნა არ აქვთ, ასევე პანიკურ შეტევებში, ასევე წონის პრობლემებში, ასევე კანის პრობლემებში. მაგალითისთვის ერთ ქალბატონს ვიცნობ, რომელიც დაახლოებით 60 წელს გადაცილებულია და ის თავის ცხოვრებაზე რომ მიყვება და როგორც ვიცნობ, უკვე გარკვეული ინფორმაცია მაქვს, ის არის 100%-იანი ცითი დათრგუნული არქეტიპი ბავშვობაში და აქვს მას ძალიან სერიოზული, ბოლო ხანებში სერიოზული კანის პრობლემები, რომლის მიზეზიც, არ იციან და ვერც მკურნალობენ. ჩვენი სხეული გვესაუბრება ჩვენ და რასაკვირველია, ჩვენს ფსიქიკურ განწყობას ჩვენ ვამჩნევთ პირველ რიგში. ამიტომ ბავშვის ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგია თუ თავიდანვე მშობელი დააკვირდება ბავშვს, როგორი ბავშვი, როგორია მისი ჩვილი. განსაკუთრებით, როცა დედას მეორე შვილი ეყოლება, აქვს შედარების საშუალება და მე ხშირად გამიგია, რომ ვთქვიათ, რომ ეს ჩემი ასე იყო ამ დროს, ეს ასეა, განსხვავებულები რომ არიან, ამას ამჩნევს. ვისაც მარტო ერთი შვილი გვყავთ და ამ პირველი შვილის დროს, რასაკვირველია, ეს ამოცანა ცოტა რთულდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, იმიტომ რომ ბავშვი არის უკვე ამჟღავნებს იმ თავის ორიგინალურ პიროვნულ თვისებებს უკვე დაბადებიდან კი არა, უკვე მუცლად ყოფნის დროს. მე ჩემს ერთ მაგალითს მოგახსენებთ. დედა ხშირად იხსენებდა, რომ მე რომ პატარა ვიყავი, დაახლოებით ესე 9-10 თვის ასაკში, მამამ მასწავლა თურმე ასეთი თამაში და ეს თამაში მდგომარეობდა შემდეგში. მე შემეკითხებოდნენ და პირველად მამამ მეკითხებოდა, აბა ბამ როგორ იტირა. თვითონ ეს ფაქტი, რომ ეს თამაში აგებული იყო ტირილზე, უკვე ძალიან მრავლის მეტყველი არის, მაგრამ ეს გადავდოთ გვერდზე და მე ამას რო შემეკითხებოდა, ძალიან სასაცილოდ დავმანჭავდი სახეს, ისე რომ სულ ძალიან ხალისობდა, იცინოდნენ და კიდევ უნდოდათ, რომ მე ეს გამეკეთებინა. და დედა ამბობდა, რომ ერთხელ რომ გააკეთებდიო,
ამას მერე რაც არ უნდა გაგვეკეთებინავიო თავის რომ მოგვეკლავ არაფრის დიდებით არ გაიმეორებდიო და თუ ძალიან ჩამაცივდებოდნენ ტუჩებს მუწავდი ეს სხვათა შორის ეს თვისება როცა ჩემს ღრებს ცილდებიან ეხლაც მაქვს ჩემზე შემჩნეული ეს ძალიან მრავლის მეტყველია, იმიტომ რომ აი ნახეთ ბავშვი ერთხელ რაღაცას აკეთებს, მე ხედავს რომ გარშემო სამყარო ძალიან ბედნიერი არის, მაგრამ ის აღარ იმეორებს. შეიძლება სხვა არქეტიპი სხვანაირად მოქცეულიყო. თითოეული ჩვენთაგანს გვაქვს დაახლოებით აი ძლიერად გამოხატული არის დაბადებიდან ჩემი დაკვირვებით 3-4 არქეტიპი. აქედან არის ერთ-ერთი წამყვანი და აი ეს ნაზავი ქმნის იმ ორიგინალურობას, რომლითაც ჩვენ დედამიწას მოვევლინეთ. აქ არის ჩვენი პოტენციალი რესურსები და ასევე აქ არის ჩვენი ჭრილოვანი მხარის შესაძლებლობა და ესენი როგორ განვითარდებიან, დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენი მშობლები, ჩვენი გარემო რა პირობებს შეგვიქმნის. რასაკვირველია შესაძლებელია რომ მშობლების ფსიქოტიპი და ბავშვის ფსიქოტიპი არიან ურთიერთსაწინააღმდეგო რიგ ძირეულ საკითხებში მაგალითად მშობლების ფსიქოტიპში არის წამყვანი ეს ჩემს მიერ მრავალჯერ ნახსენები და გერმანიაში მთავარი არქეტიპი და ყველგან არის ეს არქეტიპი არტემისი და აპოლონი ის მათ უნდათ რომ ყველაფერი იყოს გაწერილი საათობრივად ძალიან ის ბეჯითები არიან ძალიან გეგმიურები და ბავშვი ამ გეგმიურობას და აი ამ დისციპლინას არ ემორჩილება მაგალითად ეს უკვე კონფლიქტის წყარო იქნება, როგორც აქ მე ჩემს მეზობელ ოჯახში ვუყურებდი. კონფლიქტები და გაუგებრობები და შეცდომები ყველგან იქნება. ისე რომ არც ერთმა მშობელმა არ უნდა დაისახოს მიზნად უშეცდომო რომ იყოს. ჩვენ უნდა მომბიერება გამოვიჩინოთ ჩვენი შვილების ჩვენს მიერ დაშვებული და სხვების მიერ დაშვებული შეცდომების მიმართ და ამ შეცდომებიდან ვისწავლოთ სხვანაირად უფრო მეტ შეცდომას დაუშვებთ ვიდრე აი წნეხის ქვეშ თუ ვიქნებით რომ არანაირი შეცდომა არ დაუშვათ. ჩვენი მშობლების დროს არ იყო საშუალება რომ ჩვენ ამდენი ინფორმაცია მიგვეღო და ამიტომაც შეგვიძლია უფრო იოლად მიუტევოთ ჩვენს მშობლებს დაშვებული შეცდომები, მაგრამ აი ეხლა იმდენი ინფორმაცია, იმდენი საშუალება, როგორც თქვი ჩვენ მოგზაურობთ მთელ მსოფლიოში და ჯობია რომ ცოტა ჩვენ გარეთ ამ მუზეუმების და სხვა ადგილების კარგად დაკვირვების მაგივრად ცოტა შემოვატრიალოთ ეს მზერა და ჩვენს ოჯახებს, ჩვენს თავს, ჩვენს შვილებს დავაკვირდეთ. ეს არის ჩემი აზრით ძალიან პრიორიტეტული. ერთი მაგალითი მაქვს, ცნობილი ვიოლინისტი. ეს არის ვანესა მეი. თქვენ შეიძლება ალბათ გახსოვთ, ძალიან პოპულარული იყო და ერთ დროს ყველგან იწვევდნენ ეს ვიოლინისტი, რომელიც თან ცეკვავს. ტაილანდურ ჩინური წარმოშობის სიმპათიური გოგონა, რომელიც ძალიან კარგად უკრავს და თან ძალიან კარგად ამ ვიოლინოს უკრავს და თან ესე დაფარფატებდა პეპელასავით ძალიან ლამაზად. მე მისმა ისტორიამ დამაინტერესა. აღმოჩნდა რომ 4 წლის ასაკიდან მას ჩინელი დედა ძალიან კაც რეჟიმში ამყოფებდა, რათა მას ემეცადინა ვიოლინო. და ძალიან დიდი შრომა არის აქ ჩადებული დედის მიერ, მის მიერ და მართლაც დაიდო შესანიშნავი შედეგი. აღმოჩნდა რომ ამ გოგონას კი ძალიან უნდოდა მეთხილამურეობა, ეს სპორტი იზიდავდა და ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან პრიორიტეტი იყო სულ სხვა რამ. მას შემდეგ რაც ის გახდა დამოუკიდებელი, მან დედასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ინტერვიუებში ძალიან ბევრ საუბრობდა თავის მძიმე ბავშვობაზე. დედის მხრიდან მის დასჯაზე ფსიქიკურ და ფიზიკურ ტერორი დავარქვათ და რომელსგანაც მან დიდი ტრამვები მიიღო.
და მან სცადა დაიწყო თავიდან ეს მეთხილამურეობა და ასევე ძალიან კარგი შედეგები დაადო იმის მიხედვით, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ გვიან დაიწყო, ეტყობა ჰქონდა ეს ნიჭი, ეს მიდრეკილება და მისი ერთ-ერთი ძლიერი არქეტიპი აუცილებლად იქნებოდა ის მოძრავი, ის მოძრაობის მოყვარული, რომელიც ამ ვიოლინოს თამაშის დროსაც გამომჟღავდა, სხვანაირად თქვენ თუ გინახიათ ვიოლინისტი, რომელიც ცეკვით დაფარფატებს დარბაზში. და მას ის ახლა ცხოვრობს შვეიცარიაში, როგორც ვიცი, ბოლო ხანებამდე არ ჰქონდა დედასთან ურთიერთობა და მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი შვილების ყოლა არ უნდა. ეს არის უმეტესად მაშინ ეს შეგნებული გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როცა ჩვენ მოზრდილ ასაკში ჩვენი ბავშვობა იმდენად მტკივნეულად გვეჩვენება, რომ ჩვენ არ ვთვლით თავს მზად იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ ბავშვზე, რომ ჩვენი შინაგანი ბავშვი არის ჩვენგან ძალიან მისახედი. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ დაასკვნათ. შეიძლება დედის და მშობლების სტრატეგიამ გამოიღოს შედეგი, ჩვენ გქონდეს კარგი ნიშნები, ჩვენ გავხდეთ საზოგადოების მიერ აღიარებულები, შეიძლება ვისწავლოთ კიდე ის რამე ინსტრუმენტი ან მივახციოთ დიდ წარმატებას, აი როგორც ამ გოგონამ ამ ქალმა მიაღწია, მაგრამ ის იყო შინაგანად ძალიან უბედური ადამიანი, ძალიან დათრგუნული და იცით დედასთან იმ ადამიანთან, რომელიც შენი ყველაზე ახლობელია, აი ასეთი ტოქსიკური ურთიერთობა, რომ გაქვს, რომ შენ მასთან არანაირი ურთიერთობა არ გინდა, რომ სიყვარულის მაგივრად, სხვა ნეგატიური გრძნობები არის. ამაზე მძიმე რა შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებისათვის. და თუ ღირს ეს ყველაფერი იმ ფასად მე ის ბოლო წლებში აღარ მინახია რამე კონცერტებზე და მაქვს შთაბეჭდილება, შეიძლება ვცდები, რომ მას ეს ფაზა მის ცხოვრებაში რაც იყო, შეიძლება კონცერტები აქვს, მაგრამ ეს ცეკვით იმ როგორც გამოდიოდა, თვალი აღარ მომიკვრია, მაგრამ თუ 100%-ით ვერ ვიტყვი, მე ვარაუდობ, რომ ის ცხოვრების სულ სხვა ფაზაშია და ყოველივე წარმატებას და სიკეთეს ვუსურვებ, ნახოთ, შესაძლებელია ცხოვრება გრძელია, შეიძლება ამ ფსიქოთერაპიის შედეგად მოხდეს ამისი ტრამვების გადამუშავება და დედასთან დაახლოვება. აქედან გამომდინარე, მშობლების ამოცანა უნდა იყოს ჩემი აზრით, არა ის, რომ ბავშვისაგან გამოძერწო ის, რაც შენ გსურს, არამედ რომ ბავშვის ორიგინალურობას ჩაუყურა და დააკვირდე და რასაკვირველია, აღსდა ითვალისწინებს ცხოვრების დასმას, აღსდა ითვალისწინებს ბავშვის უსაფრთხოების გათვალისწინებას, უარის თქმას, ბავშვმა უნდა ისწავლოს გაწმილება, რომ ის ყველაფერს ვერ მიიღებს, რომ გაწმილებაც მიეკუთვნება ცხოვრებას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ბავშვს დასაწყისიდანვე ის როგორიც არის, კონდეს მიმღებლობის გრძნობა, რომ მას ასე იღებენ. ჩვენ დაუბრუნდეთ მემარცხენეების თემას. ესე იგი, ბავშვი, რომელიც მარცხენა ხელს იშვერდა რაღაცა, რომ გამოერთმია, მას არ აძლევდნენ, სანამ მარჯვენა ხელს არ გაუწვდიდა. და ესეც უკვე ცნობილი არის, რომ ესეც არის ძალიან უხეში ჩარევა ბავშვის პიროვნულ განვითარებაში. სხვათა შორის ჩემი შვილი მარცხენა არის და ხო, ეს ბევრი არიან. ადრე მას შემდეგ რაც დავიწყეთ აღქმა იმის, რომ მათი გადაჩვევა არ არის კარგი, აღმოჩნდა, რომ მარცხენა ხელით წერს ძალიან ბევრი ადამიანი. კიდევ ბავშვს არ უხდება როცა უკვე წამოიზრდება და ჩვენი ნათქვამის შინაარს ასე თუ ისე იგებს შედარებები. აი ნახე ის როგორი ჭკვიანი, აი ნახე ის როგორი კარგია და სხვისი შექება არ უნდა იყოს მისი დაკნინების პარალელურად. ეს არის მთავარი. ეს მარტო ქართული ფენომენი არ არის. ჩემი მეუღლე იხსენებდა, რომ ოჯახში დედამის უყვარდა თქმა,
მისი დიშვილები, რომლებიც უფროსები იყვნენ, აი მაგალითად აქებდა რაღაც უსვამდა ხას რაღაც გარკვეული მიმართულებით, როგორი კარგები ან რაღაც კუთხით წარმატებულები იყვნენ და ის არასდროს არ ადარებდა ისე პირდაპირ, მაგრამ ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ჩვენთვის ყველასთვის იყო გასაგებიო, რომ ის მისი სურვილი იყო, რომ ჩვენც ისეთივე ყოფილიყავითო და ეს უკვე არის წნეხი და ჩემი მეუღლეც, რომ ჩავეკითხე, თქვა, რომ ეს მათთვის იყო უსიამოვნო. რა უნდა გააკეთოს მშობელმა მაშინ, თუ არ შეადარებს? მან უნდა რაც ბავშვი ის ორიგინალურია, რაც მისი ხასიათის თვისება არის, უნდა თვითონ ვერ შეძლებს პროფესიონალური დახმარების მეშვეობით ბავშვს მისცეს საშუალება ეს ორიგინალურობა განავითაროს. თუ ბავშვი მაგალითად არის, როგორც მე ვიყავი, ესეთი დინჯი დაფიქრებული, არ არის აუცილებელი, რომ მოხდეს წნეხის ქვეშ ამ ბავშვის გასხარტების მცდელობა. იცით, ყოველთვის, როცა მე ჩემს ადრეულ ცხოვრების ფაზებში აი ეს ვიგრძენი და მოვინდომე ჩემი ძალიან ესე გასხარტება, ასე ვთქვათ, სულიერი სიმშვიდე დავკარგე და ეს ჩემი შინაგანი განწყობა არის ჩემი მუშაობის ხარისხის საფუძველი. ესე იგი, მე ჩემს პროფესიაში, რასაც ვაკეთებ, თქვათ მან ჩემს კლიენტებთან მუშაობაში, ბლოგის დაწერაში, თუნდაც აი ამ ვიდეოების გაკეთებაში, უნდა ვიყო შინაგანად ჰარმონიის მდგომარეობაში. და ის წნეხის ქვეშ ეს ან გალოპით იქეცია, აქეთეცი, იქეთეცი, ეს ჩემი არასდროს არ იყო. და როდესაც რასაკვირველი, მადლობა ღმერთს მივხვდი და აი მანამდე თუ მიმაჩნდა, რომ იმ ადამიანს უნდა თქვათ ჩემთვის კარგი და აი ამას მე მადლიერებით ვიღებდი, ბოლო ხანებში მაქვს სხვა დამოკიდებულება, მიმაჩნია ჩემს ზღვრებში, ჩემი ზღვრების, ასე ვთქვათ, უგულებელყოფად. ხდება კი ხოლმე, რომ აი თუნდაც ერთი ძალიან საყვარელი ადამიანი, ძალიან მომწონს ეს ადამიანი, ძალიან პატივისცემას იჩენს ჩემს მიმართ და მაგალითად მისგან წამოვიდა ესეთი რჩევა, რომ ჩემი ვიდეოები უნდა იყოს ჩქარი, მოკლე და TikTok-ზე დავპოსტო. იცით, მე TikTok-ზე რომ შევედი და რომ ჩამოვტვირთე, მე ამ TikTok-ის შინაარსებმა თაბრო დამახვია. მე ვფიქრობ, რომ TikTok-ი ჩემი არ არის. მე როგორც აღვიქვი. მე ჩემი ეს ვიდეოები მინდა რომ ჩემი ვიდეოების მიზანი არის ჩემი გადმოსახედიდან რომ ადამიანი დაფიქრდეს. აი ხა მოკლე ვიდეო რომ ჩავწერო და თქვა ესე შემიძლია, მაგრამ მე არა ვარ ეს. ამას გავაკეთებ, თუ მე მექნება შინაგანი, ასე ვთქვათ, იმპულსი ამის, რომ ეს რაღაცას დადებს. თუ არა, ჩემი მოკლე ერთწუთიანი ვიდეოებს თქვენ ისეც იცნობთ. ასე რომ აი ეხლაც, აი ამ ასაკშიც რასაკვირველია, მოხდება, რომ ვიღაცას უნდა რომ ჩვენ რაღაცა სხვანაირად გავაკეთოთ და აი აქაც ღირს დაფიქრება, რომ ეს არის ჩემი შემეფერება, მე მაგალითად თუ მე ასეთ ვიდეოებს ჩავწერ და უფრო მეტი მსმენელი მეყოლება, ბევრი მსმენელი საწინააღმდეგო მე არაფერი არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი არ არის, ვინ იქნება ჩემი მსმენელი. და აი ჩემს მსმენელს როგორი სახის ვიდეოები მოსწონს, მე ვფიქრობ, რომ აი ეს ვისაც ჩემი ვიდეოები მოსწონს, მე მათზე უნდა ვიღო ორიენტირება და ხარისხი მირჩევნია რაოდენობას და აი აქედან გამომდინარე, ჩემი სტრატეგია არ შევცვალე. ვაკეთებ იმას, რაც მე მანიჭებს სიამოვნებას, ვაკეთებ იმას, რაც მე მიმაჩნია ინტუიციურად სწორედ და ჩემთვის და ჩემი აუდიტორიისთვის შესაფერისად. მაგრამ ეს
ეს ახლა მოხდა და მანამდე ჩემს ახალგაზრდობაში აი ასეთი კეთილგანწყობილი და ნამდვილად კეთილგანწყობილი ჩარევების შედეგად მაქვს მე დაწყებული სპეციალობა, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ჩემს უნარებთან. სკოლიდან ვიყავი მე ჰუმანიტარულ საგნებში ძლიერი, ჩემი ქართული მასწავლებლის საყვარელი მოსწავლე, იმიტომ რომ ძალიან მას ჩემი დაწერილი თემები მოსწონდა. ყოველთვის მქონდა უმაღლესი ნიშანი, ჩემს მეგობარსაც კი უწერდი თემას და ასე გამოსაშობ გამოცდაზეც მივიღე უმაღლესი ნიშანი და შემდეგ კი აი ახლობელმა, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობდა, თქვა რომ არა ისტორია და ქართული არა სამსახურს ვერ იშოვის, მან ჯობია ეკონომიკაზე ჩააბაროს და ისე ვიყავი დასუსტებული მე მის თქმა უნდა ფსიქოტიპი, ჩემი ფსიქოტიპი ისე იყო უკვე თავის ორიგინალურობაში თუ თქვათ თავის თავში დაეჭვებული, რომ მე მართლა ჩავაბარე. მივიღე იქაც ჩემი ბეჯითობით კარგი ნიშნები, მაგრამ იცით, აი იყო რაღაც ძალიან საინტერესო ხალხა რომ მივიხედები, მესამე ნიშანი მივიღე, უმაღლესი ნიშანი და მესამე გამოსდა ჩავაბარე და ამ ნიშნით რომ ჩამოვდივარ, მაღლივის კიბეები იყო ძალიან ეს გრძელი და ვინც ნიშანს, კარგ ნიშანს მიიღებდა, ანუ აჩვენებდნენ ხელით და მოკლედ მთელი ხტუნვით ჩამოდიოდნენ. ხო, ეხლა მე მგონი გეოგრაფია იყო, ესე იგი საგნები, რომლებიც არასდროს ჩემი საყვარელი საგნები არ ყოფილან. პირიქით, ეს იყო ის საგნები, რომლების მიმართაც მაინც და მაინც არ ვიყავი ის დადებითად განწყობილი. და ჩამოვდივარ კიბეზე, ეს მესამე ნიშანი მაქვს, მესამე ხუთიანი და ქვემოთ რომ სანამ გავიკვლევ გზას არანაირი სიხარული შეგრძნება არ მაქვს. აი რაღაც დავალება, რაღაცა შეასრულა გვერდზე გადადე ისე. და ეს მე გაცნობიერებული არ მქონდა. უბრალოდ მე მივხვდი რომ რაღაც განსხვავება არის ჩემ, აი სხვები როგორ ჩამორბიან და მე ესე იგი ძალიან ემოციას ვერ ვგრძნობ. და რომ მივახლოვდი უკვე ეს მე პირველ საფეხურთან რომ ვარ და ჩემები იდგნენ ცოტა მოცილებით სანამ გზას გავიკვლევდი, დგას ვიღაცა კაცი, რომელიც რაღაც ისე მოუთმენლად ელოდება, ეტყობა შვილია ზემოთ ასული. და გოგონიო, თქვენ რა ნიშანი გაქვთო, შემეკითხა. რაღაც ცოტა თანაგრძობით ეტყობა, იფიქრა, რომ არ მქონდა კარგი ნიშანი. მე ვთხარი ხუთიანი. აბა მაჩვენეო. და მე გავუწოდე. დახედა ამას, შემხედა მე. კიდევ დახედა, კიდევ შემომხედა. ხო და არაფერი აღარ თქვა, გამომიწოდა უჩუმრად და მეც გავაგრძელე გზა, მაგრამ მისმა რეაქციამ მე დამაფიქრა მრავალჯერ, რომ რატომ იყო განსხვავება ჩემს ქცევას და სხვების ქცევას შორის და კიდევ ესეთი რადიკალური განსხვავება და კიდევ რატომ მისმა რეაქციამ მაჩვენა, რომ თვითონ მას ჩემი ქცევა, მას შემდეგ რაც ჩემი ნიშანი ნახა, ძალიან რაღაც მცირე უცნაურად ეჩვენებოდა. როცა ჩვენ ცხოვრების გზას ვწდებით და ეს იყო ნამდვილად ჩემთვის აი ძალიან დიდი გზის აცდენა. აი ეს შინაგანი ხალისის და შინაგანი ჰარმონიის და შინაგანი კმაყოფილების გრძნობა გვეკარგება. და შემდეგ უნივერსიტეტი დავამთავრე, მერე კიდევ მოხდა ისე რომ გამანაწილეს ბათუმში და რადგანაც ბათუმში არ უნდათ ჩემებს რო წავსულიყავი ასპირანტურაში, ისე ეკონომიკის მიმართულებით. ძალიან ბევრი საინტერესო და სასიამოვნო ადამიანი გავიცანი. ბევრი დადებითი გამოცდილებაც გავაკეთე ამ გზაზე, მაგრამ ეს არ იყო ჩემი გზა. და აი წლები გადის და როცა აქ მოდის სამინისტროდან რომ მე არც დიპლომი ამიღიარეს, არც კანდიდატის ხარისხი ამიღიარეს, იცით, ჩემი ერთი
ნაწილი, რომელიც ძალიან ბევრი შრომა ჩადოდა, აი ეს რომ მიმიღწია, იყო ძალიან უკმაყოფილო, მაგრამ მეორე რაღაც ჩემში გრძნობდი ასევე შვების შეგრძნებას. იცით, რაღაცა ნაწილი ჩემში იყო კმაყოფილი, რომ აი ამას წერტილი დაესვა და ამიტომაც მოხდა ისე, რაც უნდა მომხდარიყო, გავაგრძელე იქ, სადაც ფიქრობდი, რომ ჩემი ადგილი იყო და ამიტომ მადლობელი ვარ იმ სამინისტროსი, რომ არც ერთი და არც მეორე არ ამიღიარა და მომეცა შანსი, რომ ახლიდან დამეწყო ყველაფერი. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ჰობის დონეზე ჩვენი პოტენციალი განვავითაროთ. ეს ნიშნავს, რომ იმ ნაწილს, რომელიც პირობებში, რაღაც პირობების გამო დაითრგუნა, ვერ განვითარდა, მივცეთ განვითარების საშუალება. მაგალითად, ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს კრეატიული, შემოქმედებითი ნაწილი, მათ შეუძლიათ ყოველთვის გააკეთონ, რაღაცა დაიწყონ, არის ძალიან ბევრი საშუალება, რათა ეს შინაგან, ეს გარეთ გამოტანა მოხდეს იმ შემოქმედებითი უნარის, რომლებიც მათ არქეტიპულად აქვთ. და ძალიან ბევრი რამეა შესაძლებელი, მაგრამ პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ ჩვენ დაკვირვებით, ზრუნველობით და ასევე სიყვარულით უკან მივიხედოთ და იმ პატარას როგორც შეგვიძლია დავაკვირდეთ, რომლებიც ჩვენ ვიყავით, და მოვინდომოთ იმის გაგება, ვინ მოევლინა მაშინ ამ დედამიწას, რა პოტენციალით და შემდეგ, იცით, ჩვენ დაბადების თარიღს ვერ შევცვლით, ბუნებრივია, ჩვენ მემკვიდრეობას ეს ნიშნავს ჩვენს კოლექტიურ ქვეცნობიერს ვერ შევცვლით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. თუ ჩვენმა სამყარომ ვერ შეძლო, რომ გამოეჩინა მოთმინება გინდა თუ მიმღებლობა ჩვენი მაშინდელი ფსიქოტიპის მიმართ, აი ჩვენ შეგვიძლია უკან მიუტრიალდეთ ამ ფსიქოტიპს და ეს, რაც მაშინ დააკლდა, ამ პერსპექტივიდან მის მიმართ გამოვიჩინოთ. და ეს იწვევს სწორედ აი იმ დათრგუნული ნაწილის, ასე ვთქვათ, განკურნებას. მე ვფიქრობ, რომ დღეისთვის საკმარისი არის, მაინტერესებს თქვენი აზრი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ.